შორის ჩემთვის დიდი ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ იმ დიდი გუნდის სრულფასოვანი ნაწილი ვარ, წევრი ვარ, რომელსაც კაჭრეთის ამბასადორი ქვია. ეს არის ადგილი, სადაც მოვახერხე ჩემი თავის სრული რეალიზება. გავიცანი საინტერესო ხალხი, ადამიანები, თავს ვგრძნობ საჭიროდ და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ესეთი აზრი მაქვს, რომ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებ, ვიცი, უკვე ძალიან დიდი ხანია. ამერია უკვე ცლაში რამდენი წელია აღარც კი მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შრომატევადი და მძიმე დღის განრიგი მაქვს, ჩემი სამსახური უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მაბედნიერებს კიდეც. ყოველი დილა იწყება იმ განცდით, რომ ჩემი საყვარელი საქმე მელოდება და აი ის საყვარელი საქმე სიყვარულით უნდა გავაკეთო. კაჭრეთის ამბასადორი უდიდეს ტერიტორიას მოიცავს, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული და ეს თავისთავად პრობლემაც არის, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან საინტერესოა ამ ადამიანებთან მუშაობა და თანაცხოვრება.
ყველას თავისებურად მიდგომა სჭირდება. აუცილებელია სწორი კომუნიკაცია მათთან და თავიდანვე იმის ახსნა, რომ საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ, მოითხოვს ნებისყოფას, დეტალებზე ორიენტირებულობას და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გრძნობას, წვავედ გრძნობას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა საქმიანობას ეწევა ადამიანი, რომელიც აქ მუშაობს. სამზარეულოშია, სამრეცხაოშია, თავლაშია, თუ რა ვიცი, გოლფის მოედანზეა. თითოეული მათგანის ძალისხმევის შედეგად კეთდება ის საერთო საქმე, რომელსაც კაჭრეთის ამბასადორი ქვია სახელად. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ თავმსვენებლების კმაყოფილ სახეებს. ისინი ხშირად მეუბნებიან, რომ აქ განსაკუთრებული აურაა. მეც ვგრძნობ ამას. არ ვიცი, ალბათ აურა ადამიანური სითბოსი, პატივისცემის, მზრუნველობის და კომფორტის. ოღონდ როგორც ფიზიკური, ისე სულიერი კომფორტის. რა ვიცი, ალბათ სწორედ ეს აურაა, რომელიც სხვასავით მეც მიზიდავს და მუსხავს.